აი ეს გვეხმარება ყველაზე მეტად. მედი ასეც გაგზავნება. დარტყმისას პირველ ბრეკში მან ფუჭდება. რაც შეიძლება რომ ზღნერი და დაავადება იყოს, ყველაფერი ამ მანქანას ასხი. ამე არაფერი არ ვიცი. მეტი გაუშვი. დაიწყო ჩვენი მომდევნო პროექტი. Jeep Compass Renegade Ultra Pro Maxi. სერიოზულად. კაი, არხი გამოიწერეთ მეგობრებო და ლაიქეთ ვიდეო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენს ვიდეოს უყურეთ. და მადლობა რომ ახლა ვიყურებთ. იმის მიუხედავად რასაც ვაკეთებ. წავედით მანქანა მივიღეთ. წავედით. ისევ ღამე ვიღებთ მანქანას სტაბილურად, ეს ბოლო პროექტები სულ ღამე მივიღეთ ყველა. აქ იქიდან ვერ წახვიდეთ. მოკლედ ხმაურიანად მივდივართ ჩვენი ჯიპის შესახვედრად. არ ვიცი როგორ ისმის ჩემი ხმა, მაგრამ ძალიან ეფექტურად მივდივართ. წავედ გატიჟე. სანამ წითელმა შეგვაფერხა და სიჩუმე არის, შემიძლია გითხრათ. პირველი გეგმა რაც არის ეხლა ღამეა და დიდ ვერაფერს ვერ მოვასწრებთ, კარგი იქნება თუ დავშლით ცხვირს და ძალიან მაგარი იქნება თუ დავქოქავთ პირველ რიგში ამ მანქანას, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ყველა ჯიპზე რომელიც ჩამოვიყვანეთ და დარტყმული იყო, ყველა არ იქოქებოდა და ესეც არ არის გამონაკლისი. ხო და ამ ჯიპსაც დავქოქავთ, მე დავუშლით ცხვირს, რომ ხვალიდან უკვე მარტივად ვიმოძრავოთ და ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, ძალიან ბევრი პროექტს ვაწყობთ ერთდროულად ვუღებთ და მინდა რომ კარგი კონტენტი შემოგთავაზოთ, ხო? ალექსანდრე მარიცის, მაგრამ ეხლა ვიტყვი რომ ხოლმე მცალია და დღეს უნდა დავშალოთ მანქანა. ატრაკებ. ხო? Yes. ატრაკებ? არა. არა. დარო. მოხედი გამაგვიქნებიო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ღამე ვმუშაობთ 12-ის მერე. რა თქმა უნდა, მას მივიღებთ ახლა მანქანას, დავშლით და ვნახავთ რას მოგთხოვს. ამერიკული მანქანები ამერიკულ დროზე ვაკეთებთ. ამერიკული მანქანები ამერიკულ დროზე ვაკეთებთ. ცოტა სომხურად გამოვიდა. მე სომეხი ვარ, არ გეწმინოთ სომხებს ვიტყვი. მოჟნა. წავით, სანამ ფორანერი გამოიწერე? არა. ამას ჩვენი არა. წავით, თუ ვიპოვეთ ჩვენი ჯიპი, ძალიან მაგარი იქნება. ხო? ვერ გაჩვენებთ? თუ გაჩვენებთ? დაინახავთ? აგერ ჩანს. კი ბატონო. აგერ ჩვენი ჯიპი. წამოვიდა ჩვენი მანქანაც მოგყვება. სერგო ნელა ვერ დადის, მაგრამ ძალიან ცდილობს. დეში გადავხდე პირველი. ნელა რა სწრაფად ვერ დადის ორიდან ორი დროით. 3 ცილინდრიანი. გეტყვი იარე. წავედ. მოდის ჩვენი ჯიპი. 2200-მდე ვთამაშობთ ჩვენ. არა. კი. მოვედით მანქანასთან, უბრალოდ მანქანა მოვიდა ჩვენთან. როგორც გითხარით, უკვე ღამეა და ამის გამო გაჩერებაზე გვიწევს, სადაც სინათლეა და შუქი. რა? პირველ რიგში გაწდება დაჯმული მანქანა, თქო, ყველაზე მეტად რა თქმა უნდა. სად არის აბა? შეხედეთ, მაგრამ რა ასხია ამდე და. ნუ აგინო, ბიჭო. ლოდიში. მოკლედ, გიონ გვითხრა, ვინცაც გამოყავს მანქანები ჩვენთვის რა, რომ რაღაც საჩუქარი დევსო შიგნით, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ნახოთ რა დევს. სალამო. რა სიურპრიზის თემა. რა არ ვიცი, რა სიურპრიზის თემაა, მაგრამ რითი. აბა მიდი გაავეჩე მომამაზო. კაია, ჯერ გამოვიდეს. არ შეხვიდე ჯერ. არა, კომპასის სუნია. კომპასის სუნია? გამოვიდეს. დენი გვაქვს? დენი არ გვაქვს ალბათ. ესე იგი ატრაკებ.
კაკრას. ბიჭო, მან დიდო. ალე, შენი ხმა არის მის ძმა. მოკლედ, საჩუქარს რაც შეეხება, მან დიდო ბავშვის სკამი რა და არ გვატანდნენ და გიომ თქვა რომ ისაო, ვერ გვატანსო და დაუტოვეო რა. და მან დევს, ბავშვის სკამი. რა გად. მოიცა, ანუ რისის ხმა გინდა? მაგრამ აგე ალექსანდრეს რაღაცას მეუბნებია. მეც მესმის ხო? შენ რა გესმის გაიწი? შენთან არ მინდა. დაზიანებას რაც შეეხება. ყველაფერი როგორც იყო ისეა. გონი არა, აბლიცოვკაც გჭირდება. Yes. ფარი უეჭველი გჭირდება. არ გჭირდება. და ეს ფარი არის კარგი. ეს კაია. ლედების დაყენება მინდოდა და ვიმედოვნებდი რომ ეს დაზიანებული იქნებოდა რა. ხო, გჭირდება. არხი გამოიწერეთ. ხო. ლედ ფარების დაყენება მინდოდა, მაგრამ ვერ დავაყენებთ, იმიტომ რომ ცოცხალია ეს და ერთის ყიდვა მოგვიწევს სამწუხაროდ. აი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც წყინს, როდესაც რაღაც არ არის დაზიანებული მანქანაზე. ეს აღარ იხსნება მე. ჩაუჯდეთ. დენი არ გვაქვს. აბა, მაშინ აქვს. მერე მიჭკები გვაქვს? ახლა. გვაქვს? კი. საიდან დავაერთებ? თან არ გამიგე. ბიჭო. ამის ხმა არის მის. ეს კაპოტი გაკეთდა. ალო, როგორ ისმის ჩემი? ისმის? 1-2 გამეორება. მოკლედ, როგორც აღვნიშნე, ეს კაპოტი გაკეთდება. როგორც ჩვენ გვიყვარს 2 კილო შპაკლი. აკ! ეს სხვა მანქანისთვის გვინდოდა რეალურად აკ ინიციალები, რომელიც თუ გინდათ რომ ნახოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაეღოდეთ ახალ პროექტებს, მაგრამ ახლა შევხვდეთ ამ კომპას როგორც შეეფერება 2 კილო შპაკლით. 5 კილო კრასკით. რა? რომელი? მოკლედ შავია. გერმანულია. მეც აღარაფერს აღარ ვიტყვი. უფრო სწორი იქნებოდა მე თქვა ბავარიული, მაგრამ ბიჭო, სუპრა არ არის, ხო? არა, სუპრა არ არის, მაგრამ რა აქვს სუპრის? სუპრის მოტორი აქვს, ხო? მე მგონი მართალი ვარ. всё, მოკლედ, ანუ დაელოდეთ რა? გამოიწერე, შენ კიდე ნუ ასპოილერებ ხალხს. მაპატლარი. всё, მოკლედ, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიცდეთ ამ ვიდეოს დალაიქება. ახლა კიდე ჩაუჯექით, საჭმელი მიირთვით, შეგერგოთ. აბა დავაჭი. ო, გაანათა. შავბერე ნეიტრალი. მოიცა? ერა მოგე რაღაცა. უი, ბარ. აქეთ არა, იქით. მიაწექით ხალხ. ეს რო დავწერო. ალე კარი ფრთხილად. გაუ. გაშვებულია ძმა. მეტი გაუშვი. კიდე გავუშვა? Здрасте. მოდი. მიდი. ნორმალი, დავაი. არ მოდის, მიდის. მიდის, წავიდა. BMW-ზე გავაჩერო. всё, აგია იგი, იყო. ჰე, ნუ ხუმრობ ასე. მე ხუმრობდი? კაი, მაიცადე. მოდი ეხა მოვიფიქროთ, უცებ სად ვაყენებთ, დავაი. იქ. მოვიფიქრე. აკა? აქ. დავაი. ჩაჯექი შენ. დავაი, წავიდა. გაიცა? ბიჭო, რა რთული საქმე ყოფილატო. დაგერხევა. გასწორე რული, ბიჭო, ფიძნელე მე. აჰა. მაგარი კაცი. ბოლომდე აიღო რული. ბიჭო, გიდრავლიკა არ მუშაობს კარგად, რაღაცა. დავაი, აგე BMW-ს გაარტყი, კაკრასი კიდება. ელა, სტოპ. ეხლა მარჯვნივ შადით. ერო რა იქნებოდა კარგი, იცი? ბიჭო, ცოტა მეტი ცხენის ძალა რა ყოფილიყო რა. ზატო ერთი ჯორის ძალა გვაქვს. სად მივდივარ? არ ვიცი, ძმა, სადმე გაჩერდა. Let's get down to business.
მოვედით. რა ხდება სერ? რა ხდება და ფარი გავანთავისუფლო. ფარის ტერიტორია. ატიმრობიდან ასე. რაც შეიძლება რომ ზღნერი და დაავადება იყოს, ყველაფერი ამანქანას ასხია. რა თქმა უნდა, სერგომ ხელთათმანების გარეშე ჩახოხელებ. სერგოს ანტიფრიზი კი არა და ანტივირუსი უყენებს. ზეთი. მუნიაკ ჯარდა გათავისუფლო. ჯერ არა. ბოლონდია. შემერჯო. გაიწიეთ ცოტა. ეხა უეჭველი მუნიაკ. მიჩვეულია. Now we said ეს რო არ დაკარგო. ნახე, ამას სპეციალური ადგილი აქვს. ამას ხსნი რა თქმა უნდა გვიდაკავე. და შიმითოდი. მოდი ძმა, ბარემ თუ გახსენე ზეთი შეამოწმე. რა ყოველდღიზე გვავიწყდება. აქ რაც გაირკვა ცუდი რაც არის რა, მიკროფონი დაკავშირებულია. ყველაზე ცუდი რაც არის და თან კარგია, ანუ რადიატორის გოჭი მოკლედ არის გახეთქილი, როგორც ჩვენს Jeep Renegade-ზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის გამოვიწერეთ და საბოლოოდ კოლოფი შევცვალეთ. ხო და კარგი რა არის ახლა ამაში? ის არის კარგი, რომ როდესაც Jeep-ებს ურტყავს ზოგადად, ну, airbag-ები იხსნება, ასე შემდეგ, სენსორები მოქმედებს და ბენზინის მიწოდებას ჭრის ძრავში, ანუ შესაბამისად ძრავიც ქრება და აღარც მუშაობს და იმ Jeep-ზე მასე არ მოხდა და დაქოქილი ყავდათ, სავარაუდოდ დაწვალეს და მაგიტო გააფუჭეს კოლოფი. აქ დიდი იმედი მაქვს, რომ მასე არ არის, ანუ თუ ჩაიჭრა ბენზინის მიწოდება ძრავში, შესაბამისად კოლოფის დაზიანების შანსიც საკმაოდ დაბალია და ეგ მახარებს. კი ცუდია რომ გოჭია გაფუჭებული, მაგრამ კარგია რომ არ იქოქება ეს მანქანა. პირველად ვამბობ, მგონი ჩვენი არხის ისტორიაში რომ კარგია რომ არ იქოქება, ხო. ზოგადად მუღამი მაქვს ხოლმე რომ ვაიმე ჩამოვიდა მანქანა, მოდი დღის ბოლომდე ისა დავქოქოთ და რახან დღის ბოლოს მივიღეთ, უკვე შემდეგ დღეს დავქოქავთ. Так, მოკლედ ჩამოუყვეთ ახლა კაი და ცუდ ამბებს. იმიტომ რომ ბევრი კარგიც და ბევრი ცუდიც დაგვემატა. კარგებიდან დავიწყოთ. სავარაუდოდ დიფუზორი გადარჩენილია და მომწონს. მერე ალექსანდრე შეამოწმე ზეთი. ეხა გავიგებთ, კაი იქნება თუ ცუდი კიდე. ზეთი ვიცი რო არის. აი, გადაობდო თან ამდენი. ზეთი არის. მე მგონი გადაავს ეს. არის ზეთი აი აქ. კაი, კაროჩი. ეს კაია კი არა, საუკეთესო არაც კი გაგვიგია კამ. იყიდება ზეთი. Так, შემდეგი. კარობკის რადიატორი? ზეთის, მოდი ზეთის რადიატორი დაუძახოთ, იმიტომ რომ არ ვიცით კარობკისა თუ მოტორის. კაი, კოლოფისა, ესე იგი. ხო და კოლოფის რადიატორი გვაქვს გახეული. ახლა შემდეგი. რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს. ეხლა გავტესტავთ, გვაქვს თუ არა კონდიციონერში ფრეონი. და ამისათვის მე დამჭირდება ეხლა ჩემი პარტნიორი გადმომაწვდის ხელს უნივერსალურ ხელსაწყოს ასე დარქმეულ გასაღებს. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ბიჭო, არ უნდა მაზავდე ეგრე. ვარ მაზავ, ძმა ვაწვევი. სარიელია ხო? არა, ვერც ვაწვევი. არის თქო, ბიჭო, ხო გითხარი, ნუ ვაშინებ. ხვირში ბიჭო, რა ხება ხვირი მაგ ჯერ კიდე. პლუს შენ ამას. მაგიტო არ მოვიდა ჩემამდე არაფერი, სულ შენ შეიყნოსე? მაიცა კიდე ერთხელ ვიზო. ნა, გასაღები, მოკლედ ფრეონი გვაქვს, ესეც კაი ამბავი. ესე იგი, კონდიციონერის რადიატორი არ გაფუჭებულა. და შესაბამისად ეგ საყიდელი აღარ არის. ეხლა ჩვენი კამერის და მიკროფონის ესტაპეტ კამერას ავიღებ მე და ერო მიხედავს თავის საქმეს. ერო პოულობს ხოლმე საუკეთესო რაღაცებს სალონში და ზუსტად მაგას გააკეთებს ეხლა. უკვე ვნახე არაფერი არ არის. არაფერი არ არის. სამაგიეროდ Ford Fusion-ი მივიღეთ, რომელშიც ძალიან ბევრი რაღაცა იყარა, ისეთი რაც გულისთვის საერთოდ არ იყო კარგი. და არც ფილტვებისთვის. მიხვდებით რატომაც გადადით და ნახეთ არ გზედებს უკვე მაგის ვიდეოებიც.
ესე ეხმარება ალექსი სერგოს ყოველთვის ხარს უჭერს გუთური მუშაობა აი სკოლაში რა ვიცი სკოლაში ხარ თაკამი აი ჯგუფური სამუშაო რო იჩიტება პროექტი საკლასო პროექტი და ჯგუფებად რო იყო 4 კაცი მაგარი ეს ისა ვინც ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს ბოლოს რა მოდის კაროში აპარაკდება სკოლის პერიოდი ეგრევე ვიყავი მართლა რაღაცა ბოლოს წერტილს დასწავლა და აი მე სამოდ ალექსანდრე რა კარგი ბიჭი ხარ და ტიპები ასე დაამთავრა ოქროს მედალზე სკოლა ბიჭი ოქროს მედალი მარტო ცოდნაზე არ არის აბა გამჭრიახობაზე ო უნდა იყოს ხარტი ცოტა ხარტით როგორ აიღეს ვინც ბავშვები ხარ და ვინც გვიყურებთ ჯერ ვინც სკოლაში აუცილებლად ისწავლეთ ძალიან მნიშვნელოვანია ორი აი ესე იბახავთ ჩვენაირად ბიჭო რა მე ნასწავლად მაშინ ახავი აი ეს პადარიმ ბურგან ფანტანჩი რა ხდება აწყობ ჯერ ვერ დავშალე რაში ამას ლამბოშკა ვერ მოხსენე მე რა იძახიან რატო არ მეხმარებიო მე რო დავეხმარო უარესი გახდება ამ საქმე გაორმაგდება ეხა გაჭირავს მაგრამ პუშკას და მე მიდი მოხსენ მიდი დასე მოხდა აგე ვიყო ყველა საქმე გავაკეთე დავე ბრა დავე მე სახში დავისვენებ ცოტა მეტი აღარ გააკეთე სერგო ყავარ გინდა არა იცის რო ყველაზე მეტად მეზიზღება ესე მანქანის ქვეშიდან რაღაცების მოხსნა და მან მეუბნება მიდიო ენერგეტიკული ეგლა ეგეთები არ გვიდა იცი საიდან შემოვიდეს კარგია მაგრამ არ მიდა ვისწავლეთ რა იცი რა ამე არაფერი არ ვიცი ძმა და მეც აღარაფერს არ გეტყვი და მე ხარ მე მოხსნე ხარ არა უკვე დაკავებული აჰა ბოლოს ვამუშავეთ მაინც ქვევიდან მაინც დასაშლელი ყოფილი დაუნათეთ ვინმე ქვეშ ვერ ხედა ვერაფერს ძმა ესე როგორ უნდა ვიმუშაო კაია მოკლედ ესეთ პირობებში ვერ ვიმუშაო მე ესე ვერ ვიმუშაო ხელფასი გამიოთხმობეთ გვერდი აქედან მე თვალებში მინდადებალე ბიჭო ვერაფერს ვერ ვხედავ ეს რა ზვას დაჭკებია რვიანი რაონში მომეცი ბიჭო რომელიც ბეზდაჭკია აი ეს ამას რითიც რა ზევით იყო აი ძმა აი ვინ დებილმა გააკეთა ეგრე ზევითაც და ქვევითაც ერთი და იგივე ბოლტები რატო არის ალე მოდი აქ დამი ბიჭო აი ადამიანს კაცს ხო საქმე რო გიყვარს გადამარქინეთ კაც საქმე რო გიყვარს ბიჭო გეჭიროს მაწვება კაი იდეა იყო ქვეშიდან დაგვეშალა და მე ესე ვიდა ბიჭო მომეხმარე მეცევნები თუ ყველაზე მაგარი ფუნქცია აი ამ კამერასა აი ამ ტელეფონსა ბიჭო მომეხმარე ბიჭო ქვეშიდან რა ლამაზია სუფთა ხო დაუზიანებელი ой ბიჭო მე მგონი რაღაცა გეჭიროს აბა მიჭინავს მეორეც აქ საშა ადე გიხოცები დავიტანე ბიჭო თავი ადე დავიტანე მოიცა შევედი რა შეხვედი სად შეხვედი სადა просто ბოლტები მოვხმეთ და შეხვედი სნიტო ბიჭო მოიცა ბაინაუზე აი ყველაზე გადაობა იქნება ის რომ ვახშე სხვა რაღაცის ბოლტები გახსოვს ფიძე რო ვშლიდი რა შლიდი ფიძე ფიძე კი არა აქვაზე სხვა ბოლტები რო დავაყენე მაგარი კაცი მახსოვს ჩემი ფუნქცია არის მანქანის პოვნა და ყიდვა მე რატო არ ფუნქციონირებს როგორც საჭიროა ნორმალური ბოლტები ტიპოვე რა
გოლდუჩკები არა. მოიცა გაჭიროს. მიჭირავს რა. სახეში თუ დაგეცემა შენი ბრალია ბოლტებში. არა, შორს მიჭიროს. სახე? ბოლტები. ეს რა? დაგაწუწა მანქანამ. არ გავიდა 2 წუთი. ვენაცვლები უკვე. მე ატომიჭერა სამი რაღაც. აუ, შემიკაი. აგირა ჯანდაბა. დადესავ. მე ამაზე ხელი არ მომიწერია. ეს ჩიტოკი უნდა მეჭიროს სერკო? Yes. მე დავიჭერ, ხა, გადაგავშო, არა. მაიცა. მე რო არ მიხმარე. Есть. Изрезки движены. Нету. ერთადერთი რჩევა, რაც გასათვალისწინებელია უეჭველი არის ის თუ უშლით ბამპერს ჯერ ქვევიდან მოხსნით. მართლა. თორე სერგო მოვა და მოხსნი. თორე სერგო მოვა. თქვენი ტანჯვით დაღლილი. არ გაჯუჭკინანდა, ხო გითხარი ახალი ბაიკი არ ჩაიც. იგარი.იანას ჩახსენე. Buenas tardes. ხო მიგავადა. აი ეს არის სისასტმელი. აქ 2 ბოლტი ეგდო წამის წინ. ერთი მე ჩავაგდე იქ. ერთი მე მაქვს. რა ეგრევე იბივეს. ბოლტებთან. ეს საინტერესო არა. ეგ არის რა, შიტოკი მოიხსნა 90%. საქმის. დარჩა. არა, წითელი რომელიც ყავდა გადადით და ნახეთ არხზე. იმასაც ღამე ვიღებდით და ვშლიდით. და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ რა და როგორ ქონდა. იმას ბევრად უარესი დარტყმა ქონდა, იმიტომ რომ მთელი ცხვირი მოუშალა. ეს კარგად არის. სანამ ბიჭები წყვეტენ თუ რა მოუვიდა რადიატორს და როგორ უნდა ვიმოძრავოთ და როგორ დავალაგოთ სიტუაცია, მე შეგახსენებთ რომ არხი გამოიწეროთ აუცილებლად. იმიტომ რომ ვცდილობთ რომ შემოგთავაზოთ კარგი კონტენტი და ვცდილობთ რომ მეტად და უფრო მეტად საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. რაც შეეხება ამ მანქანას და ამ პროექტს. ეს ზეთი არ არის, ეს არის ანტიფრიზი. ანტიფრიზი. ეს არის ანტიფრიზი ძმა. ანუ წყლის რადიატორია გაფუჭებული. ამ წყლის რადიატორია გაუხშებული ზეთი გვაქვს მაიმაში. ხო, მაგრამ ეგზეთის რადიატორი მთლად არ გამოდგება. გამოდგომით არ გამოდგება, შესაძლებელი არის, მაგრამ ახლა გადაადგილებისთვის მე მგონი უსაფრთხო არის. ეხლა სანამ არ დავქოქავთ, ვერ გავიგებთ ზეთს უშვებს თუ არა. კოლოფი ეს არის ანტიფრიზი ძმა, ეხლა ზეთივით უნდა ყოფილიყო. მაგრამ ზეთსაც ეგეთი ისა აქვს. კოლოფის ზეთს. ამაში წითელი ისხმევა. კოლოფის ზეთსაც ეგეთი ისა აქვს. კონსისტენცია. ხო. ATF-ი. ეგეც წითელი. ეს კოლოფის ზეთი. საიდან წვეთავს, აბა რა თქვი? ზეთი. არ არის ზეთი ძმა. ანტიფრიზი. აი აქ ჩამინათე. ანტიფრიზი. ალე მომე. გემოზე ხო გზნო. გემოზე. ხო? კი. ანტიფრიზი. აი, მაშინ აგე. ელემენტი მჭირდება. აგე ძმა. აი ამაში რო აქვს ბზარი. ხო. აი, რადიატორი გჭირდება წყლის. ერთი წამი. მიდის ერბა და თავისი კამერა. აგე ბრატ, ბზარია დედა ფეთქებული მე. შეხედე, მოდი კამერაში ჩაქ. აგე. აი. პირდაპირ ზოლზე ნახე. მოკლედ ეს არის. აგება ძმა. არა გიგება. მოკლედ ეს არის კომპასების პრობლემა, რავი, ჯერ კომპასი არ ჩამოგცვლია რომ აი ამ ადგილას ან გაბზარული ან გატეხილი სხვათა შორის რენეგეიდებსაც, ხო? ხო, იგივე. იგივეა მოკლედ რა, ანუ ესეთი პრობლემის გარეშე ჯერ არ ჩამოგცვლია ჯიპი რა. მან და აქვს სუსტი წერტილი, დარტყმისას პირველ ბრეკში მან ფუჭდება. ანტიფრიზი გვინდა რა. ეს მოდი, მაინც არ დავქოქოთ ეხლა. ეხლა გადავაგოროთ იქით ჩვენს ადგილას და დავაკეთოთ. просто დავატრიალოთ ვიდეოსთვის და დავასრულოთ მაგით, არ გინდა? არ მინდა ძრავის დაქოქვა ეხლა. კაი ბრატ. წავედით დავაყენოთ და შემდეგ სერიებში ხო. всё, ჩვენი არა, სერიაში. წავედი, შენ დავედა. მადლობა ჩვენს გუნდს. და ღამე მშვიდობის.
გამშვიდობისა. და დესერტ. აბა, არის? ეხლა? აიცადე. ეხლა? არის შუქი? არა. ვა, შენთან კარგად დევს. აიცადე. მინუსი მქონდა თუ. всё. ტორმოს დაადგი. მიჭირავს. всё. ხო. ელემენტი კაია, ქე. ჩაქრო, მაგრამ აიჭირა ცოტა ხანი. დაიტანებოდი. აი ეს მეხმარება ყველაზე მეტად. ბიჭო, შესაძლოა ვერ შევა, ისი მერსედესია. ფეხებსაო. ფეხებსაო. მაგ მერსედესია, თუ კიდე დაუმიზნე. მაინც გასაყიდია. 1 million zillion jillion dillion cotillion times later. ბიჭო, რა დამღლელია, თო? სახშავი. სხვანაირად ვერ მგონი. სახშიადის მაშინ. მოკლედ ესე დავამთავრებთ ამ სერიას, ან ამ დღეს როგორც მინიმუმ, ხო, დღეს ვაჭველი დავამთავრებთ და სერიას გააჩნია როგორ წაიღებს რა ვიდეო მაგ დროს და როგორ ჩავსვათ მაგ ყველაფერს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება. მანქანა მივიღეთ, თლად ცუდი არ არის, მაგრამ თლად კარგიც არ არის, აქვს რაღაცა ნიუანსები, რაც მოულოდნელი იყო, მაგრამ არა უშავს. თლად საგანგაშო არაფერია, ჯერჯერობით და იმედია ასეც გაგრძელდება. მივიღებთ მოკლედ ამ მანქანას, ამ პროექტსაც მივიღებთ. დავამუშავებთ, ასე ვთქვათ, ხვალ წავალთ ნაწილებს მოვამზადებთ ამ მანქანისთვის და ნელ-ნელა ვეცდებით, რომ დავიძრათ და სწრაფ-სწრაფად ავაწყოთ, როგორც შეგვეფერება რა. დაახლოებით 2 კვირაში ერთი პროექტი სრულდება ხოლმე თავიდან ბოლომდე და მომწონს სექტემბრი და მაგ ტემპს არ დავაბით. წინ მიდევარ.